მიდუმალი, ამოუცნობი, სწრაფი. არავინ იცის სად ცხოვრობს და არავინ იცის ვინ არის. კომისიის მოსახლეობას მოულოდნელად თავს ადგება სახლში, ღიად ტოვებს ფანჯარას პირობითად იმისთვის, რომ ალბათ გაიქცეს. აღვიძებს მძინარე ოჯახს, გამოსცემს უცნაურ ხმას და გარბის. სხვა რაკურსი 4 დღე. ადამიანი მოჩვენების კვალდაკვალ. პოლიცია გამოძიებას მუშაობს, რომ მოსახლეობასთან მივიდივარ და მოსახლეობასთან ვარ. ამოვედი, კარები დამხვდა ღია ესე. ამბობდნენ ესეთი ის არის, მანიაკი ვიღაც დადისო და არ მეჯერა. დიდი ხმა იყო და როგორც გამოვიხედე, თეთრებს ჩაცმული, მაღალი მამაკაცი იყო, მურივით ესვა სახეზე რაღაცა წითლად აქონდა აქ ამ ადგილებში. იქიდან გადამოხდა აი მაგიდადე შიგნით და სამ ნაბიჯში რაღაც გაქრა უკვე ბაღისკენ იყო გასული იქით. დავიკუზე ქვარამე რო ამოიღო და აი აქამდე გამოვედი და უკვე აქ აღარ ჩანდა. ეს ცელოფანი მაგალითად აქ ეგდო, ან ძეხვის ან რაღაც ცელოფანია ნაჭამი და ეს ერჯერად იჭიქ. მსგავს ისტორიებს სოფელ კულმიში ბევრს მოისმენთ. ახლა იმის მაგივრად რომ დიდს და პატარას ეძინოს, ყველანი ერთ ადგილზე იკრიბებიან. ორი კვირაა კომისელები დღე-დაღამე მასზე საუბრობენ. გარეთ მამაკაცები ათენებენ, ოჯახში კი ქალები და ბავშვები. კრიშაძე დარღო და გადახტა ბაღში. აი აქეთ ბაღში გადახტა. თქვენ ნახეთ? კი, საეკ გადახტება და გარბის. ხმა ისმოდა, ესეთი ხმაზე რო ყვირო და ჰა ესეთი რამე და ყმუილის ხმა ისმის ხოლმე მარტო. პირობითად უცნობი სტუმრობის ფაქტები ექსკლუზიურად სხვა რაკურსის მაყურებლისთვის. იქით არის. წავედით. ექვსი თვის წინ სწორედ ამ სახურავზე გამოჩნდა, ისევე როგორც დღეს, ამ ღამეს. მისი ლოკაციის ადგილი, რა თქმა უნდა, ხშირად არის სახურავი, რომ გითხრათ, მყარი სახურავია მეთქი მოგატყუებთ. არა, ამეთი. გარეთ ვიდექით და გავიგეთ, შუშების ხმა გავიგეთ, ჯახანის ხმა იყო. კედელზე რო ავძვერი, ზუსტად მოგაღო კარები და გარბოდა, მაგრამ სულ შავები ეცვა აბსოლუტურად. გამოიქცა აქეთკენ და გამოვყევი და წეღა კიდე აგერ ნახეს. მასთან შეხვედრის შიშით, ბარებით, ფოცხებით, ჯოხებით, თოფებით, დანებით, რითაც შეიძლება რომ მოიგერიონ, თან დააქვთ და გვიყვებიან ამბებს, რომელიც თავდაპირველად სააგენტოების საშუალებით საქართველოს მოსახლეობამაც შეიტყო. მედია ალაპარაკდა. თუმცა ღიად ამ ფაქტებზე საუბარს თავად კომისელების უმრავლესობა გაურბის, იმ მიზეზით, რომ მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. აგეხილები. ანჯერა იყო ესე ღია. ხო. მოწდა ყვასწია რა. შემოიხედა ვინ არის და არა და მე შუქია ვარდეო. აქაო და წავიდა. წალკაში დაიკარგა 40 დღეა ბიჭი. თქვენ არ გქონდათ ეს სურათი ნანახი. ხო რომ დაინახეთ რაღაცა შეშფოთდით და ნამდვილად ეს არის თქვენ ტაქსაუთ, ხო? მე მგონი რა ვიცი, თქოს გამსგავსე. ზუსტად ამ ხელა წვერი ხონდა რა. რამდენი კაცი გეჭდათ მასთან ერთად მანქანაში? მარტო. თითქოს ფიქრობდი რომ შეიძლება მეთქი დამარტყას. შიჩით მოდიოდი რა. იმაზე ამბობენ, რომ არის ის დაბალი, ის ვინც დაკარგული იყო, მაგრამ ამაზე ვინც ნახა და ვინც შეხვდა, ამბობენ არის მაღალი, რაღაცა გძელი თმით. აი ეს პანჯრები უღია, შეთკები უღია. ყანები რო გავაღე შიგნით. აი იქით გავე იქ. და აი ხელები დაიფარა ესე. ეხო კაპუში მქონდა მოხურული და უკან აქეთ გაიქცა, ქვევი წავიდა. დაახლოებით იქ მოვიდა 1.80 მეტრი რა. შემეშინდა და ვერაფერი ვერ უთხარი რა. აი ჯერ აქამდე არ მეჭერა, დღეს ჯულიც მიცავა რა. და მე ჩემ თვალით ვნახეს მოუ რა. ის არის ჩატეხილი. ეს არისო, ხო, ჩატეხილი. ეს ჩატეხილი არისო. უსაფრთხოება მოსახლეობის დაცულია. ჩვენი გადამღები ჯგუფი ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობასთან და სამართალდამცავებთან ერთად პატრულირებდა მთელი ღამის განმავლობაში. აკარი, იცო! წამო შევარდეთ რა. დაინახე და როგორ და. წამო გოგი გასული. ხოხში მიგანა.
ანჯერა ღია. რაღაცა ზომები მიიღეთ, რატო ამის 60 საათამდე როდემდე უნდა ვიდგეთ ქუჩაში როდე? სხვა ძალებიც ჩაერთო? არა, პოლიცია მუშაობს მარტო. მარტო აქაური გარდაბნის. სამ გარდაბნის პოლიცია მუშაობს. დას რამე ზომებს აპირებთ მე? არა. აი ხლა განახებთ როგორი ხმა იყო, შეგინდა ხო იკეტება ეს. ჩემ ძმას დაუძახე მერე და რომ გამოვიდნენ არაფერი არ იყო და მერე დედა ჩემმა და მეზობლის ქალმა დაინახეს იქითკენ გარბო და ვიღა ჩავებს ჩაცმული კაცი. ხან ბენდინა აქვს საფარებული კაპუშონი წამოწმული. რა? გაყევი. გიო. კარა. კარა. რაზე გამოიქეცი? სხვა რაკურსის გადამღები ჯგუფი ჩვენს მოსახლეობასთან ერთად პატრულირებთ. რა იქნება ხვალ არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში კუმისის მოსახლეობა ნამდვილად შეშინებულია.